დღისით თხილამურები და რაგბი თოვლზე, საღამოს კი ინგლისური ენის გაკვეთილები, რომელსაც სპეციალურად მოწვეული ბრიტანელი პედაგოგი ატარებს. ასეთია წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის სეზონური შინაგანაწესი. ზამთრის სკოლის შესახებ მირანდა ლაზაშვილი ამბობს გუდაურიდან. წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის ზამთრის ბანაკში მკაცრი შინაგანაწესი მოქმედებს. აქ ბავშვები არც მობილურებით სარგებლობენ და არც ერთ მშობელს აქვს უფლება 2 კვირის განმავლობაში საკუთარი შვილი მოინახულოს. მიზანი ამ საბანაკო შეკრებების სწორედ დამოუკიდებლობის შეჩვევაა. როგორც კი მშობელი დაურეკავს, უკვე იწყება აბა დილას როგორ გაიხეხე კბილები, აბა რა იყო საუზმეზე, რა იყო სადლზე, ეს ყველაფერი მანიცებს ჩვენებთ, რომ იდეალურია. წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის მოწაფეები თხილამურებით სრიალს დღეში 2-ჯერ ასწრებენ. უკვე 10 წელია სკოლის ბავშვები გუდაურს სტუმრობენ. მათ ტრენინგს 4 მწვრთნელი უტარებს. ერთ-ერთი მათგანი სკოლის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულია. დილით ადრე ვდგებით. შემდეგ საუზმე აქვს და საუზმის შემდეგ ნელ-ნელა ვიცით კანეთ გაიშვება ამასობაში საბაგირო და გაყვავს სასრიალოდ და 4 საათამდე ვართ ხოლმე. ბოლომდე გვეხვეწებიან ხოლმე რომ მას ერთიც მოვასწრებთ. არ მახსოვდა სრიალი. და ეხა გავიხსენებ, 2 დღე ვერ ვსრიალებდი წესიერად და გავიხსენე და მინდა რომ იმას ხნა. მივიღო შეჯიბრებაში მონაწილეობა და გავიმარჯო. ინგლისური ენის გაკვეთილებზე სიმღერა, ნახატების გარშევა და საინტერესო ამბების მოყოლა უცხო არ არის. ბრიტანელი სიუზან ქოსე ბავშვების ინგლისური ენის დახვეწაზე საკუთარი მეთოდით მუშაობს. ის წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლამ საქართველოში რამდენიმე კვირით მოიწვია. სიუზან ქოსე ქართულ მოსწავლეებს პირველად წინა წლის ზაფხულში შეხვდა. წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის მოსწავლეები ოქსფორდის უნივერსიტეტში სამკვირიანი საზაფხულო სკოლის პროგრამით მოხვდნენ. ცდილობ ბავშვების თვალით უყურო ყველაფერს. ფიქრობ, ჩემი მეთოდი მათ სწავლის სურვილს უღვივებს. ბავშვებს გაკვეთილზე დასწრება უხარიათ. ინგლისურად გულაპარაკება, რაღაც ჩვენ წავობთ ასე თუ ისე ინგლისურს და რაღაც ძალიან კაია. როგორ შეიძლება ჯანსაღი ცხოვრების წესი შეაზავოთ სწავლა-განათლებასთან, მოკლედ ესეთი საბანაკო შეკრების შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით შემოგთავაზებთ რეპორტაჟის სრულ ვერსიას. მანამდე კი გეტყვით, რომ 9 თებერვალს ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრში საბავშვო